გამარჯობა, დღეს მინდა შევეხო სოსპიროს ერთ-ერთ ახალ სუნამოს, Il Padrino, რომელიც საკმაოდ აღმოჩენა ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, 2025 წლის სუნამო, ერთი წელიც არ არის გასული, რაც გამოვიდა და ძალიან ბევრი რო გითხრათ ახლა რომ ესმის ხოლმე რეკორდები მოხსნა, შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ასე პირველ ადგილზე გავიდა რაღაცა სწავლის სუნამოზის მოიგო ოსკარი და რაღაცა მაგებს ვერ ხვდები, რატო ამბობს ხალხი, იმიტომ რომ არანაირ მე არ გამიგია, შეიძლება ტარდება სადმე, მაგრამ რა ოსკარი მოიგო, რა სხვებს აჯობა, ყველაზე გაყიდვადი სუნამო და იმას ვამბობენ ხოლმე. მოკლედ არ ვიცი, სადან გარიშობენ რომ ყველაზე მეტი გაიყიდა, თვითონ ყიდიან ყველაზე მეტს თუ არ ვიცი, რა იგულისხმება ეგ არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მოწონებადია, ძალიან აქტუალურია და რეიტინგებში საკმაოდ მაღლა ადის. დაწეულია ვიბრატო შედარებით, ამავე ბრენდის ვიბრატო დიდი ხანია უკვე, რამდენიმე წელია რაც გამოსულია და ამან უკვე საკმაოდ დიდი ნახტომით, ასე ვთქვათ, ეწევა ეს სუნამო და არის მეორე ადგილზე. ერთ-ერთი პლატფორმის ყველაზე აქტიური და ყველაზე, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, თავის მინუსები ყველას აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური და ობიექტური პლატფორმის მონაცემებით არის მეორე ადგილზე, შემდეგ მოსდევს ბასო, მოკლედ სულ სამი მაქვს, მეტი სუნამოს სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ეს სოსპიროსი, მაგრამ სამივე ძალიან მაგარია, მაგრამ რომ არ გადავუხვიოთ ეს სუნამო ახლა მე ვიბრატოს, ასე ვთქვათ, თუ სოსპიროს შევეხებით მხოლოდ ცოტათი მირჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრატოს რაღაც სიტუაციებში ვამჯობინებ, უფრო გრილია. ეს უბრალოდ უფრო გემრიელია, რაღაც გურმანული სუნამოა. იწყება ამარეტო რომი, ანუ პირველი ნოტებია თავში, მერე კენკრა და ბერგამოტიც აქვს დამატებული, ცოტა ხილზე ხილოვან სიტყვოში გადადის და ბერგამოტიც ძალიან ესე არ ატკბილებს, უფრო ციტრუსის რაღაც პატარა გადაკრავს, ასე ვთქვათ, ხელი, მაგრამ არანაირი ციტრუსოვანი არ არის. მე ამბრადახის ნოტები შემოდის და ბოლოში ბალზამური ეს ფისოვანი ლაბდანუმი ქვია ამ ასე ვთქვათ ინგრედიენტს და ასეთი ვანილთან ერთად ამითია მოკლედ გაჯერებული ბოლოში ბაზის ნოტები. საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, თავიდან მე ვიცნობდი მხოლოდ side effects, მე ხალხმა თქვა რომ ძალიან მიმსგავსებულია side effects, გამოვიწერე ეს სუნამო, რომ მოვიდა მართლაც ძალიან მიმსგავსე, მაგრამ როგორც კი რაღაც რამდენიმე კვირა გავიდა, ეს რამდენიმე დავისხი, side effects რა თქმა უნდა უკვე წლებია ვიცნობ, აი გაავს რა თქმა უნდა, აზრი თითქოს დაკოპირებული არ არის, რა მინდა ეს ვთქვა რა, რამდენად სწორად გადმოვიცი, არ ვიცი, side effect-ისგან შეიძლება რაღაც შთაგონება აღებული აქვს, მაგრამ ეს კოპია არ არის side effect-ის და სულ აი სხვანაირი განვითარება, მე მაგალითად ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, ბევრმა თქვა, რომ ეს უფრო ახალგაზრდული ვარიანტია ვითომ side effect-ის, მაგრამ აი რო ვატარებ, შემდეგ უფრო თითქოს შეიძლება რაღაც აზრით ციდოს, რომ უფრო მოდურია, ასე ვთქვათ. რაღაცა ახლა შოკოლადის ნოტები და ეს არ აქვს, მაგრამ ეს გურმანულია უფრო შედარებით side effect-თან და მოკლედ აი ამას რო დაისხავთ, ესე ვერ იტყვით, რომ ვიღაცა შეიძლება აერიოს და გითხრათ side effect-ი გასხიაო. მე არ მგონია ყოველ შემთხვევაში, მე უფრო მეტად ვანსხვავებ, ახლა რაც ეს ორივე მაქვს და დიდი ხანია, რაც უფრო ხანი გადის, უფრო ხედავ განსხვავებას, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, მდგრადობას და შლეიფს ახლა მე არ ვაფასებ სუნამოში დიდად, მაგრამ საშუალოზე მაღალ დონეზეა. ფასი ნიშეზე თუ ვლაპარაკობთ, არ უნდა იყოს ახლა ფასი წესით გადამწყვეტი მომენტი და ფაქტორი. რა თქმა უნდა, ყველას გაუხარდებოდა 5-10 ლარებში რო იყოს სუნამოები, მაგრამ თუ ნიშა და ნიშას ვამბობთ და ეგ გვაინტერესებს 5-10 ლარებში რო ყოფილიყო უკვე განსხვავებული აღარ იქნებოდა, ყველა იყიდ და არის რა თქმა უნდა ორი მხარე, როდესაც ყველა ყიდულობს, ყველას აქვს საშუალება რომ კარგი სუნამო იყიდოს და არის მეორე მხარე, რომ ვეღარ ხარ განსხვავებული, ეგ უკვე მინუსია. სავარაუდოდ როგორც არის დღესდღეობით, რა თქმა უნდა სუნამოები ძვირდება, მაგრამ არანაირი მოკლედ სასიცოცხლო მნიშვნელობის სუნამო არ არის, უფრო
უფრო ასე ვთქვათ, დიდრული ჰობია და არანაირ საჭიროებას არ წარმოაჩენს, რომ სუნამო უნდა აუცილებლად ვიყიდოთ, დავისხათ. მე ვერ ვხედავ ამაში საჭიროებას ყოველ შემთხვევაში. თუ ადამიანს მოგწონს, თუ ერთობის სუნამოებით, რა თქმა უნდა, კარგი სუნის სასიამოვნოა, მაგრამ ადამიანს სულ არ ჭირდება ახლა რაღაც აუცილებლად, რომ სადღაც წავიდეს და სუნამო ესხას. სუნამოს გარეშეც შეიძლება ადამიანს ნორმალური სუნი ასდიოდეს, დუშიდან გამოხვალ და მოკლედ აღარ შევიდეთ დეტალებში. მიხვდებოდით, რასაც გულისხმობ, არ არის საჭირო აუცილებლად 1000-ობით და 2000 ლარები ვიხადოთ სუნამოებში, მაგრამ ვინც იხდის, რა თქმა უნდა, მას ჰობი აქვს, ზოგი ფერარის ყიდულობს, ზოგი ლამბორჯინის ყიდულობს, ზოგი არ ვიცი, მოტოციკლები მოსწონს, ზოგი რას აგროვებს, ზოგი ოქროს აგროვებს, სამკაულებს აგროვებს. არის ხალხი, ვინც სუნამოებს აგროვებს და ამაში პოულობს რაღაც საინტერესოს. მაგრამ ილპადრინო, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ყველა ნიშა სუნამოს მოყვარულებს უნდა გქონდეთ, დატესტილი მაინც უნდა გქონდეთ და მე ვფიქრობ, რომ კოლექციაში აუცილებელია. დანარჩენი, არ ვიცი, უნდა დატესტოთ. გამოთქვა თქვენი აზრი თქვენ თვითონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა აყვეთ, ვინც არ უნდა აქოს. თქვენი თუ არ დატესტავთ, ესე ბრმად. არის რა თქმა უნდა ხალხი, ვინც ბრმად ყიდულობს სუნამოებს. მე მაგალითად, თუ არ მომწონს, ანუ წინასწარ ვარ ჩემ თავთან მოლაპარაკებული, რომ შეიძლება არ მომეწონოს და მაინც ეგ არ უნდა იყოს პრობლემა. ან დავდებ ცოტა ხანში რამდენჯერმე კიდე დავტესტავ, ან გავყიდი, ან გავცვლი და ვინც ახლა გადაიხდის მაგალითად პირობითად 1000 ლარს სუნამოში და მე არ მოეწონება, არ უნდა გაბრაზდეს ვიღაცაზე, ვინმე YouTube-ზე ნახა, TikTok-ზე ნახა, არ ვიცი, Instagram-ზე ნახა, ვიღაცა მურჩია, იყიდა არ მოეწონა და იმაზე ბრაზობს, ანუ რა თქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის უაზრობაა, იმიტომ რომ ყოველთვის თავის აზრი უნდა ქონდეს ყველას, მოეწონება, არ მოეწონება, გემოვნებაზე არ დაობენ, ვიღაცას გურმანული მოსწონს, ვიღაცას უფრო გრილი სუნამოები მოსწონს, ვიღაცას უდი უყვარს, ვიღაცას აღმოსავლური ნოტები უყვარს. მოკლედ რო აღარ ვიდაოთ ამაზე, აუცილებლად დასატესტია ჩემი აზრით. დატესტეთ და გაგვაცანით თქვენი აზრიც, როგორი აღმოჩნდა თქვენთვის ილპადრინო დროებით.